არაერთხელ ყოფილა ქართველი ერი წმინდა ერის სტატუსში. თუ ერის გული არ გაიხსნა, ის დარჩება ღმერთის გარეშე და საფრთხეს ხედავთ მოფედანილ მაძიებელთა შორის, ჭეშმარიტების მაძიებელთა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართველ ერს. სიყვარულის ერთ-ერთი უმაღლესი გამოვლინება არის უცხოთა შემწყნარებლობა. ჩვენ ცხოვრობთ აპოკალიფსურ ეპოქაში. მოგესალმებით პოდკასტით ის რაც გვაერთიანებს 1700 წელი. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი მეუფე. დაგლოცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ. დიდი მადლობა მობრძანებისათვის და გულისხმიერებისათვის. მეუფე დანიელი, ჩვენ საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღზე, რაღაცა ისეთ მოვლენაზე, ახლა როდესაც ქრისტიანობაზე გვაქვს საუბარი, ქრისტიანობაში საქართველოს ერთობა 1700 წელზე მეტი ხანის განმავლობაში იცნობს და ეს ანდრია პირველწოდებული ზღვაც უკავშირდება, მაგრამ ჩვენ წელს აღნიშნავთ მაინც 1700 წელს, რაღაც სხვა მოვლენაზე ვაკეთებთ უფრო აქცენტს. 1700 წლის შემდგომ თქვენთვის როგორც მღვდელმთავრისათვის რა არის ეს მოვლენა, რა მოხდა 1700 წლის წინ? მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. შევთხოვ უფალს, რომ დალოცოს ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და შეგვაძლებინოს კიდევ ერთხელ გავიაზროთ ის მოვლენა, რომელთანაც არის დაკავშირებული ჩვენი შეხვედრა. მე ვიტყოდი, რომ 1700 წლის ნიშნა, ჩემის აზრით, ეს არის ცენტრალური მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, გზაშესაყარი ერის, ესე იგი, ცხოვრებისა 1000 წლეულების განმავლობაში და აი ამ ახალ ეპოქაში უკვე, ქრისტიანულ ეპოქაში, ეპოქასა და წარმართულსა და ქრისტიანულ ეპოქებს შორის, ესე ვთქვათ, ცენტრალური მოვლენა. და მე ვფიქრობ, რომ ამ მოვლენაში ჩანს არა მარტო წარსული, ეს მოვლენა არის შედეგი წარსულისა, ძალიან ლოგიკური შედეგი ერის ისტორიისა და არამედ ამ მოვლენაში ჩანს მისი მომავალი და მისი ესე იგი საბოლოო ფაქტიურად ხვედრი დანიშნულება და მისია. ამიტომ ამ თარიღის გააზრება ნიშნავს იმ დანიშნულების გაგებას, რაც ღმერთმა დაავალა ამ ქვეყანას, ამ ერს. აი ეს არის ჩემთვის ეს თარიღი. უბრალოდ ეს დავალება გაიგო და ამიტომაც მიიღო. რატო გეუბნებით მეუფე დანიელი, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა საუბრისას ამ კითხვას ვსაუთხონმე, ხო შეიძლებოდა მომხდარიყო ისე, რომ საქართველოში უბრალოდ ქრისტიანული თემებს გაეგრძელებინათ არსებობა, როგორც ვთქვათ, ეს წინა საუკუნეების პერიოდში იყო, ვთქვათ, მეორე საუკუნეში იყო, მესამე საუკუნეში იყო. სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არ გვეღიარებინა, მაგრამ ქრისტიანული თემები არსებულიყო. ალბათ ჩვენ ცოტა სხვანაირი ისტორია გვექნებოდა. ამის შემდგომ უფრო სხვანაირი ისტორია გვაქვს, ხო? და ალბათ ეს პასუხია დიალოგში შესვლა, ხო, ერთად დიალოგში შესვლა. სახელმწიფო რელიგიად გადავწყვიტეთ გამოცხადება. მე მინდა ვთქვა, რომ კაცობრიობის ისტორიაში მანამ სანამ მერთი ესე ვთქვათ გამოარჩევდა ერს, რომელსაც ჭეშმარიტ გამოცხადებით ცოდნას გადასცემდა და საღვთოს ჯულს გადასცემდა, მანამდე გარკვეულ ვთქვათ
უშორეს ესე ვთქვათ წარსულში იყვნენ ოჯახები, იყვნენ რაღაც გარკვეული ჯგუფები ადამიანების, რომელიც რაღაც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ინარჩუნებდნენ, მაგრამ დადგა რაღაცა ჟამი, როდესაც ამ ჭეშმარიტ სარწმუნოების შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი იყო და აი ამ დროს ღმერთმა ნოე გამოირჩია, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოება გაგრძელებულიყო და ნოეს შემდეგაც რაღაც მსგავსი მოხდა. ისევ და ისევ ამ ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველ ადამიანთა შორის იყვნენ ერთეულები. და რა ხდებოდა, ესე იგი ადამიანები სარწმუნოებას ამახინჯებდნენ თავისი ჭეშმარიტი ღმერთის წმენა ადამიანებში განიცდიდა ტრანსფორმაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების ცხოვრების წესი სულ უფრო და უფრო ცილდებოდა ესე იგი ჭეშმარიტ ცხოვრების წესს და როცა შინაგანი სამყარო ადამიანისა კნინდება, მისი აზროვნებაც კნინდება, მას აღარ აქვს ხედვა, უნარი დაინახოს ჭეშმარიტება და ამიტომ ის ამ ჭეშმარიტებას ცდილობს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს სჭირდება გააზრება იმისა, თუ რა არის მისი ცხოვრება, რა პრინციპით უნდა იცხოვროს, ბოლოს და ბოლოს სოციუმიც უნდა მოეწყოს და ამიტომ ყველა საზოგადოება ქმნიდა რაღაც გარკვეულ სისტემებს, მათ შორის რელიგიურს. და ასე იქმნებოდა მრავალი, ესე ვთქვათ, რელიგია, მრავალი წარმართული რელიგია და შესაბამისად ეს პროცესი, დაცილების პროცესიც მიმდინარეობდა, ადამიანები სულ უფრო და უფრო ცილდებოდნენ ჭეშმარიტებას, აი ამ წარმართულ რელიგიებში უფრო სიღრმეში შედიოდნენ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად ამისა, თვით წარმართულ ერებს შორის მეტნაკლებად, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, მაინც იყო რაღაცა მეხსიერებაში აი საოთხისეულის არსებობის რაღაცა მოგონება რაღაცა ცოდნა, ხო? აი ესე ინტუიტიურად თუნდაც. იმიტომ რომ მაგალითად ყველა ქვეყნის ისტორიაში, წარმართული ქვეყნების შორის რაღაცა სახით იყო წარღვნის ამბავი. ეს ყველას დარჩა, რომ ეს წარღვნა იყო და ასეთი მოლოდინი რაღაცა ხსნელისა ზოგადად, ასეთი მეტნაკლებად სხვადასხვა სახით. ასე რომ რაღაც ეს ინტუიცია, სამოთხისეული მეხსიერება ერებში იყო და მაგრამ მე ვიტყოდი, რომ არა მარტო ესე ვთქვათ ეს მეხსიერება იყო, აი ძიება, რომ აი ამ თუნდაც წარმართულ ყოფაში არა მარტო დაცილებოდნენ ჭეშმარიტებას, არამედ ისევ რაღაცა ეპოვათ ჭეშმარიტების რაღაცა წასულიყვნენ. მაგალითად, ჩემის აზრით ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ანტიკური ფილოსოფია, რომელიც საკურველია ჭეშმარიტებას სრულად ვერ ეზიარა, მაგრამ ძალიან მიუახლოვდა. ესეც არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ბერძნული სამყარო გახდა ერთ-ერთი დასაყრდენი ქრისტიანობისა. ყველაზე მეტად ადვილად ბერძნულა სამყარომ მიიღო, პირველ რიგში ბერძნულმა კულტურამ, ცნობიერებამ მიიღო მაშინდელ რომის იმპერიაში. ბერძნულენოვანმა საზოგადოებამ და მოაზროვნე საზოგადოებამ მიიღო. მე ვიტყოდი, რომ აი ამ მაძიებელთა შორის, ჭეშმარიტების მაძიებელთა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართველ ერს. და საიდან ჩანს ეს მაძიებლობა? მაძიებლობა ჩანს უპირველეს ყოვლისა იქიდან, რომ წარმართულ პანთეონში როდესაც ხდებოდა ღვთაებების ცვალებადობა, არაერთხელ დაბრუნდებოდა ხოლმე რწმენა ერთისა დამბადებელისა ღვთისა. აი ესეთი ფაქტს აქვს ისტორიაში, ვთქვათ, რელიგიის ცოდნეები ასეთ ფაქტს აღმოაჩენენ, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ყოფილა ასეთი შემთხვევა. გარდა ამისა, თვითონ ის ძიება ჭეშმარიტებისა, ეს შემოქმედებითი სული, მაძიებელი სული,
ხო ბრძანებს უფალი ეძიებდეთ და ჰპოვოთ. აი ეს მაძიებელი სული ეს არის შემოქმედებითი სული და ჩანს ამერის შემოქმედებითი სული იქიდან რომ მან ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ასე ვთქვათ ცივილიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი რაღაც ეტაპები ასე ვთქვათ მან აღმოაჩინა ასე ვთქვათ საგანძური ცივილიზაცია როგორც არის ხორბლის კულტურა ვაზის კულტურა ღვინის კულტურა მედიცინა მეტალურგია ესე იგი ოქროს მოპოვება მე ვფიქრობ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამხედრო ასე ვთქვათ დიდი კულტურა სამხედრო საქმის და რაც ვთავარია ძალიან დიდი ხელოვნების დიდი ესე ვთქვათ კულტურა ეს იყო მაშინდელი ვთქვათ არქიტექტურაში ჩანდა ეს რაღაც ძალიან სულიერი რაღაცა სიმბოლოები ჩანს არქიტექტურაში ჩანს პოლიფონიაში ქართულ პოლიფონიაში და კიდევ აი ყველაზე მეტად ჩანს მაღალზნეობაში უმაურავ რასაკვირველია წარმართულ სამყაროს ახასიათებდა საშინელი ესე ვთქვათ მსხვერპლშეწირვები და რაღაც ესეთი ბოროტი სულის ვთქვათ მანქანების გამოვლინება მაგრამ მიუხედავად ამისა საზოგადოებაში მოსახლეობაში იყო ძალიან მაღალი კულტურა კაცმოყვარეობისა ერთ-ერთი უდიდესი კულტურა საერთოდ სიყვარულის ერთ-ერთი უმაღლესი გამოვლინება არის უცხოთა შემწყნარებლობა და თუნდაც ტრის შემწყნარებლობა რაც ეს ჩანდა ქართველი კაცი დაცემულს ასე ვთქვათ მტერს არ დაჩაგრავდა წამოაყენებდა ხო ანუ აძლევდა შესაძლებლობას რომ თავი დაეცვა და ესე ვთქვათ არ იყენებდა მის აი ამ რაღაც უძლურებას რაღაცა ეს თავიდანვე იყო და ეს ნიშნავს რომ ადამიანი ეძიებს მაღალზნეობას აი სინდისის ხმას უსმენს მაგალითად პავლე მოციქული ამბობს ერთგან რომ მათ სინდისი დამწვარი ჰქონდათ ანუ ადამიანს შეუძლია სინდისის ხმა ჩაახშოს განადგუროს დაწვას და შეუძლია სინდისის ხმა ალესოს როგორც მახვილი საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მიცეს უფლება საკუთარ თავს რომ რაღაცას კომპრომისზე წავიდეს შეგვიძლია ეს უკომპრომისობა სინდისთან აი ეს ღირსების მაღალი საკუთარი ღირსების დაცვა, სხვისი ღირსების დაცვა, ეს ყველაფერი იყო ისევ და ისევ ძიება ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის ნიშანი იყო. და ამიტომაც ამერმა დიდი კულტურა შექმნა, ერთად ცხოვრების კულტურა შექმნა, სამშობლოს სიყვარულის განსაკუთრებული თვისება, ხო, სამშობლოს სიყვარული ბევრ ერში არის, მაგრამ აქ რაღაცა ისეთი ფენომენი სამშობლოს სიყვარული ძალიან ძლიერი იყო და ეს ქრისტიანობამდეც იყო, მერე უმეტეს ქრისტიანობის შემდეგ. ამას იმიტომ ვყვები, რომ ესე იგი მე ვფიქრობ, რომ აი სხვადასხვა ერები სხვადასხვანაირად ემზადებოდნენ ქრისტიანობისთვის და ეს გამოჩნდა კიდევაც ვიღაცამ უფრო ადრე მიიღო, ვიღაცამ გვიან, ვიღაცამ საერთოდ ვერ მიიღო და ამ მიღების შემდეგაც ვიღაცა ამ გზაზე უფრო წარემატა, უფრო რაღაც დიდ, ასე ვთქვათ, სრულყოფას მიაღწია, ვიღაცა სადღაც გაჩერდა და აი მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ეს ფაქტი, რომ ჩვენ ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ეს იყო შედეგი ქვეყნის ერის სიმწიფისა ამის მისაღებად. ღმერთი არ დაგვჭირდა ჩვენ თავს არ მოგვახვევდა ქრისტიანულ სარწმუნოებას სახელმწიფოებრივ და სახელმწიფოებრივი ნიშნავს რომ რაღაც ვალდებულება, ახალი ვალდებულება. პირველი 3 საუკუნე, მეოთხე საუკუნის დასაწყისამდე ეს იყო მზადება ჩვენი ერისა ქრისტიანობის მისაღებად. ანდრიას ქადაგება და სხვა მოციქულების ქადაგება, ღვთისმშობლის მფარველობა, ღვთისმშობელი გარდა იმისა, რომ მოციქულებს შეეწეოდა და ეს მის გადმოცემაში, საეკლესიო გადმოცემაში ჩანს, რომ იგი ეუბნება ანდრია
პირველწოდებულს რომ შენ ესე იგი მუდამ გექნება ჩემი თანადგომა და მე მუდამ შევეწევი შენს ქადაგებას არა მარტო მოციქულებს რომელსაც ღვთისმშობელი აგზავნის არამედ ღვთისმშობელი შეეწევა იქ ცხოვრებ ქრისტიანებს და არა ქრისტიანებსაც წარმართებსაც რომ მათთვისაც ესე ვთქვათ გასაგები გახადოს ქრისტიანობა და მათთვისაც ესე ვთქვათ მოამზადოს ამისთვის ასე რომ ეს დიდი მზადების პროცესი იყო და ისევ და ისევ აი ერთი რამ არის ძალიან საინტერესო რომ რომის იმპერიაში იყო საშინელი დევნა ქრისტიანობას ამან ერთის მხრივ ქრისტიანობა შეიძლება გააძლიერა ქრისტეს ეკლესია რომის იმპერიაში და ძალიან დიდი წმინდანები გამოავლინა დიდი შეიძლება საღვთისმეტყველო ასე ვთქვათ 8 წლიც აღესრულა და რაღაცა დააწინაურა ეკლესია და საქართველოში დევნა არ ყოფილა იყო ერთი შემთხვევა ცნობილია რომ აი პირველ საუკუნეში ანდრიას შემოსვლისას მეფე განრისხდა რომ მისი ქვეშევრდომები ღებულობენ რაღაცა უცხო სარწმუნოებას რაღაცა გარკვეული სასჯელები თითქოს რაღაცა რეპრესიის მცდელობა იყო მაგრამ ნახეთ რა მოხდა ის ოჯახები რომლიდანაც ეს ადამიანები იყვნენ გამოსული ნათესავებმა დაიფარეს თავისი ქრისტიანი ახლად მოქცეულები ანუ კი არ დაუპირისპირდნენ თავის დაიფარეს და ნუ მეფემაც შეწყვიტა ეს ანუ ხალხში არ იყო ეს აგრესია ახალი სარწმუნოებისადმი რაღაცა საოცარი ლოიალობა იყო და ცნობილია რომ ეხლა მკვლევარები აღმოაჩენენ საინტერესო აი ამ სამი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა გამოვლინებებს ქრისტიანობისადმი დამოკიდებულებს თავრებს შორის დიდებულებს შორის ძალიან ლოიალური ძალიან კეთილი აი თუნდაც მირიან მეფე ნებროთის წინს კითხულობდა ეს ალბათ აპოკრიფული ბიბლიური რაღაც ნაწარმოებია რომელიც მოცნობილი იყო იმ პერიოდში ხო და ეს რას ნიშნავს რომ ისინი მით უმეტეს როცა უკვე ქრისტიანობა ასე ვთქვათ სამი საუკუნეა რომის იმპერიაში და ამ იმპერიასთან ურთიერთობა უწევს ქართულ სახელმწიფოს და ხშირად ძალიან კარგი ურთიერთობაა რასაკვირველია ჩვენი მეფეები დიდებულები იცნობდნენ ამას და არ იყვნენ ასე ვთქვათ დაპირისპირებული ამასთან თუმცა რასაკვირველია იყო მომენტები როდესაც აი მაგალითად მეფე მირიანს ქონდა რაღაც განსაცდელები ყველა დროს მეფეს სახელმწიფოს აქვს რაღაცა პრობლემები შიდა პრობლემები საგარეო პრობლემები და გარკვეულ ასე ვთქვათ თათბირზე დიდებულთა თათბირზე გამოჩნდა ესეთი აზრი გაჩნდა რომ ხომ არ არის ეს შედეგი რაღაც ეს პრობლემების ის რომ ჩვენი ესეთი მოსახლეობა რაღაცა ლოიალურია და აი ქრისტიანობას ღებულობენ აგერ დედოფალმა მიიღო და იყო ესეთი აზრი რომ რაღაცა სიმკაცრე გამოეჩინათ და რაღაც გარკვეული სასჯელებით აი ზუსტად ამ თათბირის შემდეგ იყო თხოთის მთა და ვეცვლოს რეალიზება ბოლომდე შეაჩერა ანუ ეს ეჭვი ეს მერყეობა ანუ ამით ისე თქვა მინდა რომ ის არ იყო ესე ვთქვათ სულთლად დაპირისპირებული მაგრამ რაღაც მომენტში შესაძლებელია რომ აი ეს გადაწყვეტილებაც მიიღო დაპირისპირების და ეს უფალმა არ დაუშვა და რასაკვირველია მოაქცია მეფე იმიტომ რომ ერი მზად იყო სხვათა შორის არსებობს ასეთი განსაზღვრება ქართველი ერის არსენ ბერს ეკუთვნის ამბობენ რომ შეიძლება ეს არსენ კათალიკოსიც იყალთოელი უფრო სწორედ არსენ იყალთოელი იყო ადვილად მომაქცეველნი ერნი ანუ ერი რომელიც ადვილად მოდის რომელიც შინაგანად მზად არის და აი მე ვფიქრობ რომ ჩვენი ერი შინაგანად მზად იყო და ეს არის სწორედ აი ძალიან დიდი ბედნიერება რომ ერს აქვს ასეთი კულტურა ჭეშმარიტების ძიების კულტურა მაღალი ზნეობრიობის კულტურა და შემოქმედებითი კულტურა აზროვნების რაღაც საოცარი ცივილიზაციური ესე ვთქვათ ძალიან დიდი აღმოჩენების კულტურა და აი ესეთი საინტერესო ერი რასაკვირველია მზად იყო და არ იყო შემთხვევითი რომ სწორედ ღვთისმშობელს დაევალა
არც იყო ის იყო შემთხვევითი რომ ხალენი იყო ჩამობრძანებული და თუნდაც ის რომ ჩვენ ვართ ერი რომელიც ცხოვრობს იქ სადაც ნოეს კიდობნის ესე ვთქვათ სადაც ესე ვთქვათ ხსნა საიდანაც დაიწყო იმ ტერიტორიასთან ახლოს რომ ჩვენ ზუსტად აი იმ ოჯახის ნაწილი ვართ რომელიც ნოეს ოჯახის ნაწილი ვართ და შესაბამისად ვაგრძელებთ აი მაქსიმალურად წარმართობაშიც კი ვაგრძელებთ აი ამ რაღაცა დიდი კულტურის შენარჩუნებას ჭეშმარიტი სარწმუნოების და როდესაც ხალენი სიმბოლო ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის სიმბოლოა ხალენი იმიტომ რომ ილია უდიდესი დამცველი იყო ჭეშმარიტი სარწმუნოებისა უფლის კვართი ეს არის საერთოდ ეკლესიის ჭეშმარიტი სარწმუნოების განუყოფლობის ეკლესიის განუყოფლობის სიმბოლო აი ეს როდესაც უფალი ინებებს რომ ეს აქ მოხდეს ეს ერი არის ამისთვის ეს არის მისი დანიშნულება ამისთვის არის მზად და აი ეს გაცხადდა აი ამ დღესასწაულზე ამ უბრალოდ ეს დღესასწაული კიდევ ერთხელ ჩვენთვის ადასტურებს რომ ერი ემზადებოდა 1000 წლეულების მანძილზე ჭეშმარიტების მისაღებად სხვა ერებთან ერთად მაგრამ მისი სამზადისი აღმოჩნდა იმდენად მე ვიტყოდი გამორჩეული რომ მას ნდობა გამოუცხადა ღმერთმა რომ მისი მფარველი იქნებოდა ღვთისმშობელი ამ გზაზე ამ ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის გზაზე მოფედანელ ჩვენ ხშირად ოდესაც საუბრობთ აი თქვა თქვენ მოიყვანეთ მაგალითი იმისა რომ ნათესავები მაინც ამ ახალმოქცეულ ქრისტიანებს იფარავდნენ მიუხედავად მეფის მრისხანებისა შემდგომ ეს პროცესი კიდევ უფრო უღრმავდება კიდევ უფრო გრძელდება მაგრამ აქ ჩვენ არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას ხშირ შემთხვევაში რომ სარწმუნოების შეცვლა ეს ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი მოვლენაა ეს რაღაცა ძალიან დიდი ძვრა არის ასე არ ხდება ერთ ღამეში და ერთ რაღაც გაელვებაში სტანისამოსი ხო არ არის ახლა ეს გაცვია და მე ეს შეიცვა აქ რაღაცა ძალიან პრინციპულზე ამბობ უარს და რაღაც ძალიან პრინციპულ განცხადებას აკეთებ ასე არ ხდება ეს ცვლილება და რაც თავარია თქვენი ამ საუბრიდან მე ამას მინდა ხაზი გაუსვა ეს ცვლილება იწყება თაობათა განმავლობაში და გროვდება მე რაღაცა გამოცდილებით და საბოლოოდ რეზუმირება კეთება თორე ახლა მაგალითად აი როდესაც სოლომონ მეფის დაცემაზეა საუბარი თავისთავად ხედია სოლომონის გადაწყვეტილება ერთ ღამეში არ აღბოფრილა ის ნელ-ნელა მიდიოდა აქამდე და საბოლოოდ მივიდა ამ დასკვნით თუ ჩვენც როდესაც 1700 წლის წინანდელ მოვლენაზე ვსაუბრობთ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცა აზროვნების გზაზე გარკვეულ პერიოდში რის შემდეგადაც ჩვენ კონკრეტულ მომენტში მივიღეთ გადაწყვეტილება რაღაცა დასკვნა გავაკეთეთ და ავიცი ალბათ ხმამაღლა უნდა ვთქვათ ყველა მეთად მადლობა უთხრათ ღმერთს 1700 წლოვანი უწყვეტი ჯაჭვია ჩავარდნებით ბევრი პრობლემებით ბევრი სამარცხვინო საქციელებით მაგრამ რაღაცა ბირთვი ყოველთვის იყო ჩვენთან რომელიც აი ამ 1700 წლოვან უწყვეტობას ინარჩუნებდა ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა უბრალოდ კი არ ფაქტი კი არ ვაღიარეთ რაღაცა შევიყვარეთ ამ აღიარებით რაღაცაზე რატო გეუბნებით მეფედანიელ ამას იცით ნახეთ ჩვენ ვისაუბრეთ სახელმწიფოს ხრიდან მაგრამ არის მეორეა კიდე ეკლესიის შეხვედრა სახელმწიფოსთან ხო აქ ეკლესია შეხვდა სახელმწიფოს და რატო ვამბობ ამას იმიტომ რომ როდესაც მერიან მეფე აცხადებს ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად პრაქტიკულად სახელმწიფო იღებს თავის თავზე ვალდებულებას კანონმდებლობით მოემსახუროს იმ სივრცეს რომელიც ქრისტიანულია მაგრამ კანონით შიშით ძალით ჯერ ვერ ერწმენას მაგრამ მით უფრო ქრისტიანობას ვერც გაავრცელებ ვერ შეინარჩუნებ და 1700 წლის განმავლობაში ვერ დაიტოვებ მეფედანიელ რა არის ის რაც ეკლესიამ აი ამ კანონის ამ მოთხოვნის ან ჩარჩოების მიღმა შემოიტანა და მისცა ქართულ ერთობას და აღმოჩნდა რომ ეს ჩარჩოში და ძალადობაში და ბრძანების ქვეშ მოქცეული სარწმუნოება კი არა ეს სიყვარულის და სურვილის სარწმუნოება იყო წარმართულ ეპოქაში როდესაც მეფე რაღაც ახალ ღვთაებას შემოიტანდა
ის ყველასთვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, ვთქვათ, რამდენად სწამდა ადამიანს, ვთქვათ, შეიძლება რწმენა არ ქონოდა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აღიარებულ ღვთაების თაყვანისცემა ეს პოლიტიკური ქმედება იყო, ანუ ეს იყო ვალდებულება პოლიტიკური და ნუ თქვათ შეიძლება ახალ წმენა არ შეეცვალა ადამიანს. სხვა ძველი ღვთაებისადმი წმენა დარჩენოდა, მაგრამ ამ ახალ ღვთაებასაც მსხვერპლს შეწირავდა და ეს იქნებოდა პოლიტიკური აქტი. ანუ არ იგრძალებოდა სხვათ განსხვავებული სხვადასხვა სარწმუნოებები, წარმართული და ღვთაებები, მაგრამ ეს იყო სავალდებულო. ქრისტიანობაში რასაკვირველია ასე არ შეიძლება რომ იყოს. ქრისტიანობაში ნიშნავს რომ თუ შენ ქრისტიანობას აღიარებ, მაშინ სხვა ღვთაებებისთან ურთიერთობა შენ აღარ შეიძლება რომ გააგრძელო. ამიტომ რასაკვირველია აქ იყო საფრთხე იმისა, რომ აი ესე გამოცხადებული მეფის მიერ სარწმუნოება შეიძლება მიეღო ხალხს, როგორც ეს წარმართულ ეპოქებში ხდებოდა, მაგრამ შინაგანად თქვათ წარმართი დარჩენილიყო და ეს მხოლოდ გარეგნულად შეესრულებინა. თუმცა ეკლესია ესე იგი სწორედ აი ეკლესიის მნიშვნელობა იმაში არის, რომ ეკლესია არ სთხოვს ადამიანს ესე ვთქვათ ძალიან ზედაპირულ და მარტივ ურთიერთობას. წარმართულ სამყაროში მიუხედავად განსხვავებული ღვთაებებისა, პრინციპი ერთი იყო, რომ შენ ხარ ესე ვთქვათ რაღაც დამოკიდებული ღვთაებაზე და შენ რაღაცა ღვთაება უნდა განაწყო შენს მიმართ, კეთილგანწყობა მისი უნდა მოიპოვო, ამიტომ შენ ესე ვთქვათ რაღაცა ქმედებები უნდა შეასრულო და თუ შენ ამ ქმედებებს შეასრულებ, შენ ხარ უზრუნველყოფილი, რომ შენ რაღაცაში დაცული ხარ. და ეს მე ვიტყოდი, რომ ეს არის მომხმარებლური დამოკიდებულება, ესე ვთქვათ ღვთაებისადმი, შენ ესე ვთქვათ რაღაც ღვთაება გჭირდება, შენ მას რაღაცაში ემსახურები და საბოლოოდ ეს არის ზრუნვა შენი მიწიერი ამ ქვეყნიური ესე ვთქვათ სურვილების დაკმაყოფილებისათვის. ქრისტიანობაში ასე ვთქვათ, სწორედ ეს არის განსხვავება და მე მასაც ვიტყოდი, რომ ქრისტიანობაშიც არის საფრთხე, რომ ესეთი მომხმარებლური დამოკიდებულება იყოს. რასაკვირველია, შეიძლება ესე მოხდეს, რომ ადამიანი აი ქრისტიანი იყოს, მაგრამ აი წარმართული წესით რაღაცა მჭირდება, ვთქვათ, ღვთის დახმარება და ვთხოვდა და აი მინდა რომ მივიღო რაღაცა შეუსრულებდა, რაღაცა შემისრულდება და ნუ მე თავისუფალი ვარ და ნუ რაღაცა მე ვაგრძელებ ცხოვრებას როგორც მსურს. ხო და აი ეკლესია სწორედ ასწავლის ადამიანს, რომ ჭეშმარიტება პირველეს ყოვლისა ეს არის სიყვარული ჭეშმარიტებისა, სურვილი იმისა, რომ შენ იყო ჭეშმარიტებაში და ზუსტად იცოდე რა არის ეს, რას გეუბნება უფალი, რატომ არის ეს შენი სულისთვის ესეთი აუცილებელი, ანუ განგიმარტავს. ქრისტიანობა არის ესე ვთქვათ სარწმუნოება, რომელიც ყველა წევრისაგან ითხოვს ღრმად გარკვევას ამ სარწმუნოებაში და შეუძლებელია თუ შენ ნამდვილად ჩაღრმავდები ქრისტიანულ სწავლებაში, შეუძლებელია რომ შენ იგი არ მიიღო, არ შეიყვარო, არ განიცადო, მით უმეტეს ისეთი ერი, რომელზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომელიც სულ ეძებდა ჭეშმარიტებას, სულ ცდილობდა რომ აი ამ რაღაცა სინდისის ხმით ეცხოვრა და მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ ეს ქრისტიანობის ბუნება, ქრისტიანული ეკლესიის ბუნება, რომ იგი არის ერთდროულად სიყვარულის მქადაგებელი, სიყვარულის თვითონ ხო რა არის ეკლესია? ეკლესია არის ღვთის მოქმედება ქრისტიანთა საზოგადოებაში. ღმერთი ანიჭებს ქრისტიანულ საზოგადოებას თავის ძალას, თავის ენერგიას, ზრუნავს მასზე, თავის სამწყსოზე, ანუ პატრონობს თავის სამწყსოს. ანუ ეკლესიაში ადამიანი გზნობს
უშუალო შეხებას ღმერთთან, მის უშუალო ზრუნვას და მის სიყვარულს, მამობრივ სიყვარულს. ხო და შესაბამისად და ამავე დროს ის მას ღმერთი ყველაფერს განუმარტავს. რისი ძალაც ადამიანს გააჩნია რომ გაიგოს. აი ყველაფერს, იმიტომ რომ ქრისტიანული სარწმუნოება მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, აძლევს განათლებას, აი ამ სარწმუნოებრივ განათლებას ადამიანს და ეს ეხმარება პიროვნებას, რომ მან მთელი არსებით გაიაზროს და შეიყვაროს აი ეს გზა, ჭეშმარიტი გზა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეკლესიას სწორედ შეეძლო ადამიანების გულები, ასე ვთქვათ, გაეხსნა, გაეთფო და დაემკვიდრებინა მასში ღმერთი. აი თუნდაც იგივე, ვთქვათ, დედოფალი ნანას მოქცევა, ესე იგი, ეს რა იყო? ეს იყო აი დიდი სასწაული, რომელიც წმინდა ნინომ აღასრულა. წმინდა ნინო უამრავ მოწყალებას აღასრულებდა. არა მარტო სასწაულის თვალსაზრისით, თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობის, ნუგეშინის ცემის თვალსაზრისით. მეფე მირიანის მოქცევაც რასაკვირველია, ღვთის სასწაულია, მაგრამ მეფე მირიანს აქვს მაგალითი წმინდა ნინოსი, ის ხედავს წმინდა ნინოს ღირსებებს, წმინდა ნინოს, ესე ვთქვათ, აი მაღალ სულიერებას, მაღალ ზნეობას, ასე რომ ეკლესია ეხმარება ერს იმაში, რომ მან დაინახოს ჭეშმარიტება, სრულად შეიმეცნოს ჭეშმარიტება და განიცადოს ღვთის სიყვარული მის მიმართ. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც შემდგომში უკვე თუ ერთის მხრივ ვიტყვით, რომ ეკლესიის აი ესეთი შესაძლებლობები, რასაც ეკლესია აძლევს ადამიანს, ეს ერთის მხრივ და მეორეც თუ პიროვნება და მით უმეტეს ერი ამისკენ ისწრაფვის, აი აქ ხდება სინერგია, აქ ხდება შეხვედრა, იმიტომ რომ უფალმა რამდენი სიკეთეც არ უნდა გაუკეთოს ერს, თუ ერის გული არ გაიხსნა, ის დარჩება ღმერთის გარეშე და პირიქით თუ როგორი მაძიებელიც არ უნდა იყოს ერი, თუ ეს გამოცხადება მას არ აქვს, თუ უფალთან ჭეშმარიტ გზაზე არ დგას, ის ამას მაგალითად მეფე მირიანის მოქცევა ხო დიდი სასწაული იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უამრავი სასწაულები წარმართ მეფეებს ჰქონდათ და მაინც ვერ მოიქცნენ, მაინც დარჩნენ. ხო, ესეც მისი ღირსებაა, რომ მან მიიღო და მთელი არსებით მიიღო, გახდა მორწმუნე მეფე გახდა. ისე კი არა, რომ უბრალოდ აი ღრმად მორწმუნე მეფე გახდა და ნუ ეს მერე მის ცხოვრებაში აისახა და მის მემკვიდრეებში აისახა. მოფედანეთ, თქვენ ძალიან საინტერესო პარალელი გაავლეთ და აი ეს მართლა არის რაღაცა განსაკუთრებული რა ჩვენთან, რატო? იმიტომ რომ აი მაგალითად ბიბლიიდან ვიცით, რომ ფარაონის თვალწინ აღსრულდა სასწაული და ფარაონს უბრალოდ ეს ან უნდა მიეღო, ან არ უნდა მიეღო. ნუ არ მიიღო და მოხდა ისაც მოხდა. მაგრამ რატო არ მიიღო, როცა ვსვავთ კითხვას და ჩავდივართ სიღრმეში, აღმოჩნდება, რომ არ მიიღო, იმიტომ რომ ახალი ღმერთი მის ინტერესებს უბრალოდ არ შეესაბამებოდა. არ შეესაბამებოდა მოსეს ღმერთის აღიარება, ფარაონის სისტემის გრევას გულისხმობდა და ფარაონი ამ სისტემას აღმერთებს და უბრალოდ ჭეშმარიტ ღმერთზე ამბობს უარს. იგივე ხდება კაიაფას დროსაც. იგივე საკეთებს პილატე. აბსოლუტურად იგივე, იმიტომ რომ კაიაფას მხრიდან იესო ნაზარეველთან დიალოგის გამართვა და იმის არ ხედავდა და თვითონაც იცოდა ყველაფერი, მაგრამ იმის აღიარება უბრალოდ კაიაფას აბსოლუტურად უსპოვდა იმ სარგებელს, იმ სისტემას, რომელზეც ის იდგა. ასევე იყო პილატეც. ანუ აქ პრობლემა არის სწორედ რაღაც იმ გადაწყვეტილებაზე, სადაც შენ აძლევ უპირატესობას რაღაცას ზეციურს ჭეშმარიტს და ამის ყვალობაზე უკვე
აწყობ მიწიერს და რატო გეუბნებთ მეფე დანიელ ამას იცით დღეს ახლა მრავალგვარი აზრია მრავალგვარი დამოკიდებულება მაგრამ ერთ რამეს ხო ვერ უარყოფთ ერთ რამეს ხო ვერ დავივიწყებთ ერთ რამეს ხო ვერ ვიკამათებთ 1700 წელი არის ის რომელიც არ გაწყვეტილა და რომელმაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე ეს არის არა წარსული არამედ ეს არის გაკვეთილი ხვალისათვის ხვალინდელი დღე თუ არ იქნა ამ 1700 წლოვანი მთლიანობის გაგრძელება, ნუ ჩვენი იდენტობის საფრთხე შეიქმნება. 1700 წელი მარტო ის არ არის, რომ ჩვენ ქრისტიანობა მივიღეთ. 1700 წლის განმავლობაში ჩვენ იდენტობა შევინარჩუნეთ ამ ქრისტიანობაში, ხო? აი დღეს საფრთხეს ხედავთ მეფე დანიელ ამ კუთხით. ამდენად შეიძლება, არ შეიძლება 1700 წელზე გავჩერდეთ, ხო დაგვიფაროს, სულ გაგრძელდეს. მე ვიტყოდი რომ ჩვენი ისტორია გვაძლევს ძალიან ბევრ მაგალითს იმისას, რომ ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნების პროცესში ჩვენ მქონდა როგორც ძალიან დიდი წარმატებები, ძალიან დიდი მაგალითები თავგანწირვისა მე ვიტყოდი კიდევ მაგალითები ერის ერთსულოვნებისა ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ერთსულოვნებისა და მაღალი ხარისხისა სრულყოფილების მაღალი ხარისხისა მთელი აი რასაც ქვია წმინდა ერი არაერთხელ ყოფილა ქართველი ერი წმინდა ერის სტატუსში აი სხვადასხვა პერიოდებში ესეთ მაღლდებოდა ამ სტატუსში თუმცა რასაკვირველია ვიცით ისტორიაში ძალიან მძიმე პერიოდები როდესაც საზოგადოების შეიძლება უმეტესი ნაწილი ამ წმენას სცილდებოდა ხარისხი ძალიან ეცემოდა ეს ალბათ სრულიად ბუნებრივი პროცესია ესეთია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ღმერთთან დაახლოების და დაშორების მომენტები იმიტომ რომ ადამიანის გზა ღვთისკენ მიმავალი გზა ეს არის გზა ამაღლებისა და დაცემისა ეს არის მუდმივი ბრძოლის პროცესი და ბრძოლაში ქრისტიანი როგორც ასე ვთქვათ აღწევს წარმატებას და ასე ვთქვათ გარკვეულ საფეხურს ამაღლებულ საფეხურს ადის ასევე შეიძლება მან განიცადოს მარცხი ეკლესიის სწავლების მიხედვით თავისთავად მარცხი არ არის სარწმუნოებისგან მოწყვეტა ეს არის სარწმუნოების პროცესში გარკვეული შესუსტება თუმცა სწორედ ეკლესია არის ის სივრცე ის სიაღი სადაც ნებისმიერი მარცხის შემდეგ ადამიანს შეუძლია ფეხზე დადგომა და მე ვიტყოდი არათუ უბრალოდ წამოდგომა არამედ იმ ხარისხში დაბრუნება რა ხარისხში რა სიმაღლიდანაც იგი დაეცა ამის სხვა შორის ძალიან საინტერესო სწავლება არის უძღვები შვილის იგავი როგორ დაეცა ვთქვათ ღირსეული ოჯახიდან გასული ჩანს რომ ეს ღირსეული ოჯახია ესე ვთქვათ სათნოხდის სათნო ოჯახია გასული შვილი რომელმაც აბსოლუტურად დაარღვია ყველა ნორმა ეს ფაქტიურად ეს ოჯახი ეს მამა ღმერთის სახლია ეს ოჯახი ეკლესია და ფაქტიურად ესე იგი ის განუდგა ეკლესიას მოწყდა ღმერთს ანუ დაეცა ეს სიკვდილია და აი ამ სიკვდილის მიუხედავად სიკვდილის მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად თუ ის აცნობიერებს თავის დანაშაულს და ითხოვს ღმერთთან დაბრუნებას ღმერთი მას აბრუნებს არა რაღაც გარკვეულ ასე ვთქვათ შეღავათებით რაღაცა მცირე საფეხური პირდაპირ შვილის ხარისხში დააბრუნა ხო აღადგინა შვილის პატივში ხო ეს ძალიან საინტერესო რამ არის რომ აი აქ არ არის რა შენ დააშავე და ეხლა ამდენს დაიჭები და აი გააჩნია თუ გულწრფელია ეს სინანული ადამიანს შეუძლია დაბრუნდეს ღმერთთან დაბრუნდეს ხო და რამტომ ამბობ ამას რომ არაერთხელ დავცემულ ვართ და არაერთხელ დავბრუნებულ ვართ
და ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო რასაკვირველია ბოლო 2 საუკუნე, როდესაც ჯერ ეკლესიის წიაღში რაღაცნაირად დაიწყო გაუცხოება, იმიტომ რომ ვთქვათ ენის პრობლემა იყო ვთქვათ ეკლესიაში და უცხო მართლობა ვერ ითვალისწინებდა ეროვნულ ინტერესებს, რაც სრულად ესე ვთქვათ დამაზიანებელი იყო ერთობისათვის, ქრისტიანული ოჯახისათვის, ძალიან დამაზიან, რამაც ფაქტიურად აი ზოგჯერ პროტესტის ნიშნათაც არ მიდიოდნენ ტაძარში, იმიტომ რომ რაღაც უცხო ხდებოდა, რაღაცა უღმერთობას ჰქონდა ადგილი. სახლი გაუცხოვდა. სახლი, ესე იგი რაღაცას აღარ იყო მამა, იქ იყო მამინაცვალი, ოღონდ ბოროტი მამინაცვალი. შეიძლება მამინაცვალმაც რაღაც სიკეთე გააკეთოს, მაგრამ ბოროტი მამინაცვალი ეს ზღაპრებში რო ბოროტი დედინაცვალი და ბოროტი მამინაცვალი და ნუ რაღაც წარმოუდგენელი იყო იქ ყოფნა, ამიტომ ერი გაუცხოვდა. და მე მოვიდა პირდაპირ ესე იგი ძალა, რომელმაც მიწასთან გაასწორა სარწმუნოებრივი, ესე ვთქვათ, ინსტიტუცია, რასაც ქვია. და ეს არის საოცრება, რომ ამას გაუძლო ერმა, მიუხედავად ამისა, როგორც კი ოდნავ მაინც რაღაც, ესე ვთქვათ, აი გაჩნდა რაღაცა საფუძვლები შემოbrunებისა, ერმა დაიწყო დაბრუნება. მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენ ბრუნდებით სარწმუნოების პაში, მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებელია და მას შეუძლია თავის ფესვებთან დაბრუნება, თავის წარსულთან კავშირის აღდგენა, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ აპოკალიფსურ ეპოქაში, სადაც ნაწინასწარმეტყველებია განდგომილება ქრისტიანულ საზოგადოებაში, ქრისტიანულ ქვეყნებში, ქრისტიანულ ესე ვთქვათ, საზოგადოებრივ სოფლიო ქრისტიანობაში. და აი ჩვენ ვხედავთ, რომ როგორ უდიდესი ქრისტიანული ისტორიისა და კულტურის ქვეყნებში ქრისტიანები უმცირესობაში აღმოჩნდებიან და გარკვეული ესე ვთქვათ უხეში დამოკიდებულებას და აი ნიშნები დევნის, რომელიც არის ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსში და აი საოცარია ჩვენ ჯერ ვერ მოვიშუშეთ ის წილობები უღმერთობის ეპოქამ, რომელიც ჩვენ საზოგადოებას და დაამჩნია მის ვთქვათ სულს, მის ორგანიზმს, სულიერს ის ვერ მოვიშუშეთ, ჯერ კიდე აი ფეხზე ვდგები და უცებ ეს მოდის უფრო ძლიერი ტალღა. ძლიერი ტალღა უღმერთობისა, რომელიც თან თუ დავუშვათ ეს ათეიზმი, კომუნისტური მოდიოდა ძალმომრეობით და ყველა ვიცოდით, რომ ეს ბოროტება ჩანდამტერი იყო. ჩანდამტერი. ეხლა მოდის რაღაცა ახალი სოფლიოს წესრიგის სახელით ადამიანების ღირსებისა და უფლებების დაცვის სახელით და ანუ კიდე უფრო ასე ვთქვათ დაფარულია ეს ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში განდგომილების მომენტი და აი აქ უკვე ძალიან ძნელია რომ თანამედროვე საზოგადოებამ გაარჩიოს სწორედ რამდენად განსხვავებულია ჩვენი ქრისტიანული სწავლებისაგან, ეკლესიის ტრადიციებისაგან და ბოლოს და ბოლოს ჩვენი თვითყოფადობისაგან, ჩვენი ბუნებისაგან, ის რაც ხდება მსოფლიოში. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრი დაცემა გქონდა, მაგრამ იმდენად ბევრი იყო ეს ღირსებები, წარმოჩენა, როგორც ლიანად ერის მიერ ასევე ცალკეული მრავალი წმინდანი ვყავს. მარტო 100,000 წმინდანი ეყოფა, ესე იგი, საქართველოს და ძალიან დიდი მაგალითები გვაქვს მაღალი ქრისტიანობის და ეს რასაკვირველია ჩვენ სულშია და გულშია, მაგრამ აი ამისი სწორად გამოყენებას სჭირდება სწორი აზროვნება, რასაც ძალიან სერიოზული ასეთი გააზრება ჭირდება იმ გამოწვევებისა, რომელიც სოფლიოშია. და ჩვენ რეალურად ახლა ეკლესია, როცა ფეხზე დგება, ჯერ ის არ არის ისეთი ძლიერი, რომ აი ამ გამოწვევებს ასე უცებ გაუმკლავდეს. მე ვფიქრობ, რომ პირველი საუკუნეებშიც იყო დევნა, მაგრამ ეკლესიაში იყო
მე ვიტყოდი აი სულიწმინდის მადლის სისავსე. პირველი 3 საუკუნეს მოციქულები პირველ ქრისტიანებს წმინდანებს უწოდებდნენ. სისავსე ძალიან დიდი იყო, სულიერების ხედვის სისავსე. იქაც იყო გადახრები, მწვალებლობები, მაგრამ სწრაფად ხდებოდა ამისი განმარტება, რომ ეს რატომ არის მიუღებელი, რა არის მიუღებელი და გამიჯვნა ამისგან. აი ჩვენ საუკუნეებია არ ვიცით რატომ და რა არის მიუღებელი ქრისტიანობისთვის. მით უმეტეს აი მე-20 საუკუნის საერთოდ მე-20 საუკუნეში აი ქრისტიანობა რა არის კარგად არ ვიცით. ემოციის დონეზე ვართ ქრისტიანები, შინაგანად რაღაცაერად რაღაც კულტურა ჩვენი ქრისტიანულია, ჩვენი ოჯახის ტრადიცია ქრისტიანი და ეს ყველაფერი, მაგრამ აი რა იმ გამოწვევებში, აი რასაც აპოკალიფსი ქვია, იმ სწავლებებში, აი ამ თანამედროვე სწავლებებში, ფილოსოფიურ სწავლებებში, რა არის ქრისტიანობის მიუღებელი, ეს ძალიან ძნელი გასარჩევია. და რეალურად ჩვენ ჯერ ანბანურ ჭეშმარიტებებს ვითვისებთ. ამიტომ ჩვენ არა ვართ მზად თუ მაგალითად პირველი ქრისტიანები და შემდგომი საუკუნეებში ასაკურე როცა ქრისტიანობა კიდევ უფრო გაძლიერდა და უამრავი ღვთისმეტყველი იყო და ყველა მწვალებლობას უცებ ესე ვთქვათ ამხილებდნენ და უცებ გაემიჯნებოდა ეს ქრისტიანული საზოგადოება ეკლესია ეხლა ამის გაკეთება ძალიან ძნელი. ამიტომ ეკლესიას დღეს აქვს ძალიან დიდი მისია, რომ აი განმარტოს რა არის ის, რაც არ ეთანხმება ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას. ამის საფრთხე არსებობს, ამის შედეგებით სახეზეა გაურკვეველი ქრისტიანობაში ადამიანი ვერ ხედავს რა არის მიუღებელი თქვა თანამედროვე ფილოსოფიაში, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და ვრცელდება და ადამიანებს პირდება სამოთხეს დედამიწაზე. აი თუნდაც ეს პუნქტი, რომ სამოთხე დედამიწაზე არის ქრისტიანული სწავლების სრულიად საწინააღმდეგო იდეა, ხო, მაგრამ აი რატომ არის ეს საწინააღმდეგო? ხომ არ არის ესე პირველი საშტაბეშტილება ადამიანს უჩნდება, რომ აი რაღაცა ჩვენ გვართმევენ ამ სამოთხეს ამ დედამიწაზე, როცა ვიღაცა გვთავაზობს და რატომ უნდა ვთქვათ, აი რა მოხდა, რა გაფუშტება, რომ კი ვიქნები ქრისტიანი, მაგრამ აი ეს ყველაფერი რატომ უნდა დავკარგოთ და აი რა არის ეს სწორედ რატომ არ შეიძლება სამოთხე დედამიწაზე ერთი სამოთხე დედამიწაზე შეიძლება ქრისტიანული გაგებით. აი ეკლესია არის სამოთხე დედამიწაზე, ანუ სულიერი ცხოვრება, მაგრამ ახლა მიწიერი სამოთხე ეს უკვე სამოთხე აღარ არის, ეს არის უკვე პირიქით მიწიერი გაგებით სამოთხე ნიშნავს უკვე ღმერთისგან მოწყვეტ. მაგრამ აი რატო ნიშნავს ეს, როგორ არის? ამის გააზრება ძალიან ძნელია და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დაიწყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებით. მან არა მარტო მე ვიტყოდი, ესე ვთქვათ, რაღაც ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა ეკლესიის ცხოვრებაში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად და დანგრეული ეკლესიის მშენებლობა დაიწყო, არამედ მან დაიწყო აი სწორედ აი ამ განმარტება რა არის ქრისტიანობა და მზადება იმ კადრებისა სასულიერო სასწავლებლების სახით, საჯარო სკოლების სახით, რომელიც თანდათან ცდილობენ ეს განმარტონ და ეს პროცესი სულ უფრო და უფრო ძლიერდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ქართული საზოგადოება უფრო შეიარაღებული იქნება ცოდნით და აი ამ გამოწვევებს ადვილად გაუმკლავდება. მოფდენელი ჩვენ პრაქტიკულად 1700 წლის შემდგომ ძალიან ისეთ ისტორიულ ეპოქაში მოვხვდით. მოვაწეობა ამ ქვეყნად დაასრულა მართლა უდიდესმა მოვლენამ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, პირველად როგორც გახლავთ მისი უწმინდესობა ილია მეორე და საპატრიარქო ტახტზე ავიდა შიო მესამე მისი უწმინდესობა, რომელიც საოცრად აგრძელებს, რაღაცას კი არ იწყებს, რაღაცას კი საოცრად აგრძელებს ზუსტად იმ გზას, რაც 1700 წლამდე მოვიდა ილია მეორის სახით და უცილებლად უნდა გაგრძელდეს
შემდგომ მისი უწინდესობის შიო მესამეს მოღვაწეობის ფონზე და შემდგომ. მე რატო ვამბობ, იმიტომ რომ თქვენო მეუფებო, ჩვენ გადაცემა დასასრულს უახლოვდება და აუცილებლად მინდა გთხოვოთ, კითხოთ. აი ეს ყველაფერი რაც ვისაუბრეთ შეიძლება გასაგებია წარსულის ფონზე. ჩვენ რაღაცნაირად მოვხაზეთ მომავლის შტრიხები, მაგრამ რასაც საუბრობთ, ის მაინც მომავალმა თაობამ უნდა იტვირთოს და მან გააგრძელოს, მან შეინახოს. როგორ უნდა აუხსნათ დღეს? რა არის ის მთავარი, რაც უნდა უთხრათ დღეს მომავალ თაობას? იცით, მე არ მინდა ეს სიტყვა არასწორია უთხრათ, არა, როგორ გავაგებინოთ. ერთია რომ ვამბობ და მეორეა, როდესაც აი წმინდანინომ ჩვენ გაგვაგებინა. ანდრია პირველწოდებულმა გაგვაგებინა. კი არის საუბრეს და წავიდნენ, არა, გაგვაგებინის. და აი რა არის ის მოფედანელი, მე ამას ვაქცევ ხოლმე ყურადღებას ხშირად მისიონერობა გონიათ ლაპარაკი იმ დროს, როდესაც მისიონერობა იწყება ცხოვრებით. ლაპარაკი მეორე საფეხურზე იწყება, ნიშანდობლივია, რომ წმინდანინო 3 წელი აქ არის, მაგრამ არაფერს არ ამბობს. ცხოვრობს. და სინამდვილეში კი არ ცხოვრობს, თავის მაგალითით ქადაგებს. და მერე უკვე სიტყვას მოაყოლებს ამას ყველაფერს. აი დღეს მეუფედანელი. როგორ გავაგებინოთ მომავალ თაობას, რა არის 1700 წელი. თუ ავიღებთ აი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ესე იგი მიერ განრილ ნახევარსაუკუნოვან პერიოდს რას აკეთებდა პატრიარქი და კიდევ ერთი პიროვნებას, რომელიც უკვე წმინდანად არის შერაცხული და მთელმა მსოფლიომ უკვე აღიარა იგი ჩვენს მამა გაბრიელს, ჩვენ ერთ რამეს დავინახავთ, რომ პავლე მოციქული ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ საყვედურზე იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ ასევე მარტივად რატო გველაპარაკებიო კორინთელებიო, ჩვენო ფილოსოფიური განათლება გვაქვსო და ესე მარტივად რატო გველაპარაკებიო. ჩვენ რომ ზათავართო, ხო და პავლე ეუბნებოდა, რომ თქვენ გაქვთ მშვინვიერი განათლება. თქვენ სულიერი განათლება არ გაქვთ. თქვენ მშვინვიერი კულტურა გაქვთ და სულიერი განათლებისთვის მზად არ ახართ. ხართ შვილები. გასმევთ რძე, ესა რძეს, შვილს რო ხორცი მისცე დაიღუპება. მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ პატრიარქიც და მამა გაბრიელიც ჩვენ აი რძეს გვასმევდა, ანუ ძირითადად მათი ქადაგება ეს იყო საქმე. აი რაც თქვენ ბრძანეთ. მისიონერობა არის საქმე. მათ გვაჩვენეს დიდი სიყვარული. აი ეს ორი ადამიანი იყო შეწირული თავის ქვეყანას. ღმერთსა და ერს. შეწირული ორი ადამიანი, რომელიც დილიდან დაღამებამდე მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ რაღაცა მიეცა სიკეთილი, სიკეთე მოეტანა როგორც თითოეული ცალკეული ადამიანისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის და ეს რომ ასე იყო, ამის დასტური იყო აი ის რეაქცია ჯერ მამა გაბრიელზე რა მოხდა, ზუსტად იგივე განმეორდა ჩვენ პატრიარქზე, რომ ესე იგი რაღაცა საოცარმა სიყვარულმა იფეთქა. სიყვარულმა რატო იფეთქა? იმიტომ რომ ის სიყვარული მიიღო ქართველმა ერმა. ანუ პირველი ჩვენ რაც უნდა მომავალ თაობას უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ქრისტიანობა. ეს არის ჩვენი სიყვარული, ზრუნვა მათზე და რასაკვირველია, შეუძლებელია სიყვარული გასცე თუ შენ არ ახარ მზად რომ გასცე. ანუ ეგოიზმი უნდა დაძლიოს უფროსმა თაობამ, ესე ვიტყოდი რომ ქრისტიანი უნდა გახდეს პრობლემა არის უფროს თაობაში. ახალგაზრდობაში არ არის პრობლემა. აბსოლუტურად გეთახმებით. უფროსმა თაობა უნდა მიცეს მაგალითი ჭეშმარიტი ქრისტიანობა სიყვარული. და როდესაც ადამიანის მაგალითი არის შენთვის მისაღები, შენ იმის სწავლებასაც ღებულობ.
მაგრამ როდესაც მისი მაგალითი არ არის დამაკმაყოფილებელი, შენი მისწავლებას არ ღებულობ. აი, პატრიარქი რო გარდაიცვალა, დიდი თუ პატარა, როდესაც ინტერვიუები იყო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, იძახოდა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ისე ცხოვრება, როგორც პატრიარქი გვარიგებდა და გვასწავლიდა. ანუ პირდაპირ, ესე იგი, მოთხოვნილება იყო ერთში, რომ ჩვენ აი მისი მემკვიდრეები უნდა ვიყოთ. ანუ ფაქტიურად ერმა ეს აღია. ფაქტიურად პატრიარქმა ეს შეძლო. ეს თქვათ გადასცა ეს. ეხლა ჩვენი ვალია რასაკვირველია ამის გაგრძელება და აი თქვენ კარგად ახსენეთ, რომ ჩვენ მონაწილე ვართ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის. ძალიან დიდი სირთულე იყო ასეთი დიდი პატრიარქის და ასეთი დიდი ეპოქის შემდეგ, რომ შენ ვერ გააგრძელო ის სულისკვეთება, ის პროცესი და რაღაც უცებ შევიგრძნოთ რაღაც ჩავარდნა. აი ჩავარდნა თითქოს აი დიდი დისტანცია, დიდი ნაპრალი. და ამისი ყველას ეშინოდა ერსაც და პერსაც. ყველაზე მეტად რასაკვირველია სასულიერო პირებს გვეშინოდა, იმიტომ რომ პასუხისგებლობა შენზეა, რომ შენ პატრიარქის ღვაწლი უნდა გააგრძელო. და მე ვიტყოდი რასაკვირველია, ეს ღვთის წყალობა, რომ ეს გრძელდება, შემდეგ ეს არის ჩვენი დიდი პატრიარქის აი ნაყოფი, მისი დიდი მოღვაწეობის ნაყოფი, მამა გაბრიელის ასევე ნაყოფი და კიდე დავამატებ, რომ რასაკვირველია ის, რომ ჩვენც შევეცადეთ მათი სახელი არ შეგვერცხვინა და პირველ რიგში ეს მოახერხა ახალმა პატრიარქმა, მოახერხა ნამდვილად, მე ვიტყოდი, რომ რაღაც აი იმ შემართებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აი ეს 9 წელი მოსაგრეობისა, ეს არ იყო მარტივი, რთული ის იყო, ძალიან დიდ განსაცდელებში გააიარა და გაუძლო და ამიტომაც შეძლო, რომ ეს გაეგრძელებინა და აგრძელებს და უმერც ვთხოვთ, რომ გააგრძელოს. რასაკვირველია, ასეთივეა სინოდის ხელმთავართა სულისკვეთება, რომ მხოლოდ ერთსულოვნებით შევძლებთ, იმიტომ რომ პატრიარქიის ფენომენი ამ ერთსულოვნებას უზრუნველყოფდა, მის გარეშე ცოტა ძნელი იყო, მაგრამ აი ღმერთი შეგვეწია, პატრიარქი შეგვეწია, ჩვენც მოვინდომეთ. და ამას ხედავს ერი და მე ვფიქრობ, რომ ერიც ასე ვთქვათ, რაღაცა უფრო შინაგანად მზად არის, რომ აი იმედით არის, რომ ეს პროცესი გრძელდება და მე ღრმად ვწამს, რომ ეს პროცესი სულ უფრო და უფრო ასე ვთქვათ, ძალას მოიკრებს და მე ასე ვხედავ, რომ პატრიარქმა აღასრულა ქართლის მეორედ მოქცევის ასე ვთქვათ, მოვლენა. როგორც ანდრიამ დაიწყო ქართლის მოქცევა და ნინოს ქადაგებით დასრულდა და ერი დედა ეკლესიის წიაღში გამთლიანდა, მე ვფიქრობ, რომ პატრიარქმა დაიწყო ფაქტიურად ეკლესიას მოწყვეტილი ერის დაბრუნება დედა ეკლესიის წიაღში, აი მისი გარდაცვალების შემდეგ რაც მოხდა, ეს იყო ქრისტიანული საზოგადოების გლოვა. ქრისტიანული საზოგადოების გლოვა, რომელიც გლოვობდა აი ამ ღირებულებების წინამძღოლის დაკარგვას და ამ ღირებულებების დაკარგვის საფრთხეს შიშს გლოვობდა და ეს იყო ეს ჩემის აზრით ეს იყო უკვე მოქცევის დასრულება. ჩვენ დავბრუნდით დედა ეკლესიის წიაღში, აი შინაგანად, მთლიანად დავბრუნდით და მე ვიტყოდი, რომ ეს არის როგორც ნინოს დროს აღდგომა იყო ერისა, მთლიანად ერი გამთლიანდა და აღდგა სულიერად, მკვეთრით აღდგა, აი პატრიარქის მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ ერი აღადგინა ქრისტეში. და მე ვფიქრობ, რომ პატრიარქი შიო მესამის მოღვაწეობა ეს უნდა იყოს ამაღლებით დაგვირგვინება და უნდა გავწყინდეს ჩვენი ივერია და ამისკენ მივდივართ აპოკალიფსის ჟამს ვცხოვრობთ და არის წინასწარმეტყველება, რომ ივერია უნდა გავწყინდეს და ყველა პირობა არის ამისთვის, ჩვენი ისტორია, ჩვენი დღევანდელი აწყო და ის პროცესი რაც მიმდინარეობს, აქეთკენ მიდის ყველაფერი და მე იმედი მაქვს, რომ 1700 წლის აღნიშვნა
თავისთავად. ის რომ პატრიარქის გარდაცვალება ამ წელს დაემთხვა, ის რომ ეს სულილება ეხლა მოხდა, ეს გვეხმარება 1700 წელი ამაში. და თავისთავად პატრიარქის გასვლა და ახალი პატრიარქის კურთხევა გვეხმარება ამ 1700 წლის თავის უფრო მეტი ესეთი მონდომებით აღნიშვნაში და მინდა ვთქვა რომ აი ამ წლის განმავლობაში რაც უფრო მეტად ვიფიქრებთ ამაზე, რაც უფრო მეტად შევეცდებით რომ ჩვენი ქრისტიანული ასე ვთქვათ სახე დავიბრუნოთ და დაუბრუნდეთ ამ გზას, აი ეს იქნება გამოყენება ამ შესაძლებლობის. ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ქართველმა ერმა და უნდა იყოს მაღალი პასუხისგებლობა, რომ დიდმა თუ პატარამ რაღაცა უნდა გაიაზროს და რაღაცა პასუხისგებლობა კიდევ ის, რომ ნაბიჯი გადადგას აი ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, თავის სულიერი აღშენებლობის გზაზე. მობედნელი ბოლოსათვის დაგისვავთ კითხვას, რომელსაც ყველა ჩვენ სტუმარს უსვავთ, ცოტა მოულოდნელია, მაგრამ ყველას ვეკითხებით. აი ამ 1700 წლის განმავლობაში გამოყავით ერთი, ბევრი იყო, მაგრამ ერთი ისტორიული ფიგურა, რომელსაც თქვენ ხაზს გაუსვავდით და რომელთანაც აი ამ სივრცის იდენტიფიცირებას მოახდენდით. ერთი ისტორიული ფიგურა. მე ვფიქრობ, რომ ეს პიროვნება მაინც ჩემი ხმარწმენით არის დავით აღმაშენებელი. იმიტომ რომ მან შეძლო აი ამ ქრისტიანი ერის სრულყოფის საფეხურზე აყვანა. მან შექმნა მან ეკლესია, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო განამტკიცა, სულიერად, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო გააძლიერა, სახელმწიფო გააძლიერა და მემატიანე წერს, რომ დავითმაო ეშმაკს ერი გამოსტაცა. ცით რა, ეს შეიძლება იმანაც ვერ შეძლოს, რა ქვია, ეკლესიის მეთაურმაც კი ვერ შეძლოს. ეს არ არის უბრალო სიტყვები, ერის ეშმაკისგან გამოტაცებული ერი არის წმინდა ერი. დავითმა მე მგონი ეს შეძლო. და მე მგონი დავითის მიერ ეს მაგალითი რაც მან ასე ვთქვათ დატოვა, ეს არის წინასახე ივერიის გაბწყინების. აი ბოლო ჟამს ივერია უნდა გახდეს წმინდა ერი. რომ აი სწორედ ეშმაკმა ვერ დაიპყროს იგი. ეს იგი ღვთისმშობელი გამოსტაცებს ივერიას ეშმაკს. და საერთოდ სერაფიმე საროველი ამბობს, რომ ღვთისმშობლის წილხვედ მიწაწყალზეო ანტიქრისტე ვერ გაბატონდება. ეს არის და ასე იმედია რომ ეს მოხდება. დიდი მადლობა მეუფე დანიელ მობრძანებისათვის, ძალიან საინტერესო საუბრისათვის. თქვენთან იყო პოდკასტი ის რაც გვაერთიანებს 1700 წელი. მოიწონეთ ჩვენი ვიდეო და თუ მოგწონთ ჩვენი სტუმრები, მათთან დიალოგი, მოიწონეთ ჩვენი არხი და გამოგვიწერეთ.